თვითმფრინავი, რომელსაც შეუძლია დაჯდომის გარეშე შეიფრინოს 15400 კილომეტრი, ან 150 ტონა ტვირთის გადატანა 10000 კილომეტრამდე მანძილზე. მაქსიმალური ასაფრენი მასა შეადგენს 560 ტონას. თვითონ თვითმფრინავის წონა შეადგენს 280 ტონას. აერობუს A380, ორსართულიანი თვითმფრინავი, წარმოებული ევროპული კომპანია აერობუსის მიერ. პირველი ფრენა 2005 წლის 27 აპრილს განახორციელა. 2007 წლის 25 ოქტომბერს კი პირველი კომერციული ფრენა განხორციელდა სინგაპურიდან სიდნეიში, სინგაპურის ავიახაზებით. სიმაღლე 24 მეტრი, სიგრძე 72 მეტრი, ფრთის განშლა 79 მეტრი. ტევადობა 525 მგზავრი 3 კლასის სალონში, ან 853 მგზავრი ერთკლასიან კონფიგურაციაში. დღეს A380 ითვლება ყველაზე დიდ სამგზავრო ავიალაინერად მსოფლიოში. ის უსწრებს ტევადობით Boeing 747-ს, რომელსაც მხოლოდ 525 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. A380-ის შექმნას დასჭირდა დაახლოებით 10 წელი. მთელი ამ პროგრამის ფასი შეადგენს დაახლოებით 12 მილიარდ ევროს. ამ ხარჯების ანაზღაურებისთვის უნდა გაიყიდოს 420 თვითმფრინავი. გამოიწერე არხი და დაელოდე შემდეგ ვიდეოს.